დაკარამელიზებას ეძახიან, ხო ეხლა ეს თეთრი. ეხლა ესო დაიწובה, ნუ დაიწובה როგორ შეიწובה. თუ ესეთ ღუმელზე აკეთებ ყურადღება მიაქციოთ, რომ ეხლა მე ამ ღუმელს ხო ვერ ჩაუწევთ ესა ვერ სამოწევ. სულ აქ ერთი ტემპერატურა, ერთადერთია თუ აი ცეცხლია რა. ეს უცებვე იმას იზავს, რა ქვია. მოგეთ ხალხი უნდა მოსუსხოთ რა. ამაზე ჩვენ შეგვიძლია კიდე ცოტა ზეთი დავასხოთ. იმიტომ რომ ხორცი იყო ქონის გარეშე რა. რომ მოვედით გაყინული იყო, ხო? ზეთი. ო, ზეთი გაყინული და ხო და. ძალიან ბევრიც არ უნდა რომ აი კარგად გემრიელად მოიშუშოს რა. გარეთ აჩვენიო, ანუ რა ყინვამ დაარტყა იმის დედაო, ჰა? ეს უმია? რა არის? ხორცი. უმი არა, ნახევრად გაკეთებული. ანუ რაში ჭამო არაფერი არ მოგივა? ნახევრად გაკეთებული ხორცი? შეიძლება კუჭი აგიშო. ცოტა რო ჭამო. თლიანად კი არა, ეხლა ერთი ნაჭერი. დაიწყე ჭამო და ნახავ რა. მოწამით არ მოიწამეთ. საერთოდ თუ ვიღაცა ბავშვი ჩაგაფრინა, მით უმეტეს შენი, ხო? უნდა უთხრა რომ მიდი სვილოს წადე, რახან შენი არ ეყურება. არ ესმის რასეულო. ახელი დაიწვას, არა უშავს, ცოტ-ცოტა თავისი გამოსtildeება დააგროვოს რა. ვერ კობიჩო. ვერ ჩაგვიჩავ, ქვასავით იქნება და. არა, ქვასავით, ბრბილია, უბრალოდ ვერ მოგელიჩო. ვერ კბიჩავ, იმიტომ რომ არის მაგარი, დადე გაუკეთებელია რა. მოუხარშავ და მე რეკი. აი ხელამ როგორი სუნი გაუშვა. ბატონ და ჩენ რაღაცა ხშია როგორც გათხოვ, ჰა? არა უშავს. ხალხი უნდა იყოს ბლომა და ჩაქონდრის ვაკეთებ პირველ რიგში. მოდი ახლა ამის განვიხილოთ, სანამ მიდის ეგამბავი რა. ნიორია, აი ეს ბევრი რაცა ჩანს ზოლად, სქლად. ეს არის კონდარი. ეს არის წითელი, ეს პაპრიკა არის, ეს უცხოსუნი.